დავიბადე აფხაზეთში, ულამაზეს კუთხეში და იქ დავამთავრე საშუალო სკოლა. ეს ისეთი ადგილია, გულირიფშის რაიონი იყო ეს სოფელი ფშაფი, ფშავს გავს თითქოს და მაგრამ ფშაფი ულამაზესი ადგილი, წალკოტი ისეთი ლამაზი იყო. იქ გადაიღეს სხვათა შორის დათათუთაშხია მე-7 სერია, მაშინ მე პატარა ვიყავი ძალიან და მახსოვს ეს მსახიობები როგორ უკეთებდნენ გრიმს და ეს წიფურია, მეღვინე თუქუცესი, ესენი ყველა მახსოვს მსახიობები და ეს ეპიზოდი წისქვილთან რო იღებდნენ, ჩვენ პატარები ვიყავით და ჭიჭრუტანიდან ვიხედებოდით მაშინ. დავამთავრე საშუალო სკოლა, მშობლები და ძმა იქ დამეღუპა სხვათა შორის აფხაზეთში დახვრიტეს. შემდგომ ოჯახი შევქმენი, საცხოვრებლად გადავედი გაგრაში, სასეირნო გევიწამოვედი. ძალიან რთული სიტუაცია იყო. ვიფიქრე რომ რაღაცა ქართული შემექმნა, იმიტომ რომ ეს ჩვენი ქართული ბაზარი გაჯერებული იყო უცხოური რაღაცეებით და არ მომწონდა ეს, ახლაც არ მომწონს სხვათა შორის ეს ძალიან ბევრია უცხოური მასალა, ნივთები, რაღაცეები და ვიფიქრე ამ ჩემ ქართულ რაღაცას შევქმნი. ამიტომ გადავწყვიტე რომ ქართული ჩოხა შემექმნა, ანუ გვინის ატრიბუტი, აქსესუარი. და იქნებოდა ტურისტებსაც გათვლილი და ადგილობრივებსაც იქნებოდა გათვლილი და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა სხვათა შორის რომ გავაკეთე თავიდან არ მომეწონა, მაგრამ მე უფრო დავხვეწე ეს და ისეთი ორიგინალური გამოვიდა, ახლა გაფორმებებს ვაკეთებ ძალიან მაგრად და ანუ ეს იქნებოდა სუფრაზე გათვლილი, ანუ საახალწლო სუფრა, საქორწილო სუფრებსაც ამშვენებს. ძალიან უწყობს გვინოს ხელს გაყიდვაში. ეს არის როგორც ნაბადი ჩოხა. თვითონ დავიწყე აი ამ ქილების ჩამოსხმა, საქილეების, ხანჯლები თვითონ ჩამოვასხი. ტექსტურა, ტექსტილი შეუხამე, ფაქტურებით და ნუ კარგი დონის ნამუშევარი რო გამოსულიყო, უფრო და უფრო დავხვეწე და ძალიან ლამაზი გამოვიდა, რა ვიცი, ახლა კიდე ახალი კონსტრუქცია გავაკეთე მშვიდობის ხიდი. ვიფიქრე რომ აფხაზური კაბა შემეკერა, აფხაზური სტილის კაბა, მაგრამ ეს კაბა ძალიან გავს ჩვენსას, ანუ არაფერი განსხვავება არ არის, ქართულს გავს აფხაზური კაბაც. მე არ მქონდა გათვლილი რაღაცა დიდი ფინანსურ მოგებაზე, არც ახლა ვთვლი, ეს არის უბრალოდ ოჯახური პატარა ბიზნესი. 10 წლის უკან დავიწყე ამის გაკეთება და დღემდე ვხვეწავ, ვაკეთებ და არ არსებობს დღე რომ მე ჩოხა არ შევკერო, ისე მიყვარს ჩემი საქმე, საოცრად მიყვარს მოკლედ ყოველდღე ვერთობი ამითი და ნუ მე ისიც მომწონს რომ თვითონ კლიენტებსაც მოსწონთ, ადგილობრივებსაც და უცხოეთშიც ვაგზავნით ზოგჯერ პოსტით, ზოგჯერ თვითონ მიაქვთ და მოწონებას იმსახურებს. თავიდან რთული იყო, რა თქმა უნდა, არ მომწონდა ძალიან, არ მომწონდა და მე ხვეწავდი ამას ყველაფერს და ანუ საბოლოო ჯამში რომ კარგი დონის ნამუშევარი ყოფილიყო, ძალიან ბევრი ვიშრომე და ხამითაც შრომობდი და მუშაობდი, ეხლაც მუშაობ ძალიან დაღამებამდე, გვიანობამდე მუშაობ ხოლმე. ვიღებ გამოფენაში მონაწილეობას და მინდა ავღნიშნო და მადლიერება გამოვხატო აფხაზეთის სამინისტროს მიმართ, აფხაზეთის სამრეწველო სავაჭრო პალატის მიმართ, იმიტომ რომ ისინი ძალიან მიდგანან მხარში. მეწარმეები ერთმანეთს ხშირად ხვდებით ხოლმე, გვაქვს შეხვედრები სხვადასხვა საქმიანობებში და ცოტა გვწევს კიდევ წინ, რა თქმა უნდა. ვცდილობ რომ გავფართოვდე უფრო რაღაც ახალი იდეები მოვიფიქრო, მოვიგონო, რამდენად რთულია, მაგრამ მაინც ყოველთვის ვარ მოქმედებაში, რომ ეს ყველაფერი დავხვეწო და შევძინო საქართველოს, ქვეყნისთვისაც კარგია და რაც უფრო ბევრ ნაწარმს გავაკეთებ საქართველოსთვის და იქნება მით უფრო უკეთესია ჩვენთვისაც, სათითაოდ ყველა ჩვენთაგანისთვის და ქვეყნისთვისაც. ეს არის ჩვენი ისტორია, ტრადიცია, კულტურა და ჩვენი სიამაყეა. დამწყებ მეწარმეებს ვურჩევდი, რომ რასაც აკეთებენ, ის საქმე შეიყვარონ და უყვარდეთ ბოლომდე. მისდიონ ამ საქმეს და ეს ყოველთვის გამოვა.